ჩაროსნული სატრაცილის ავტომაგისტრალის მშენებლობა ისევ გრძელდება რუისი აგარის მონაკვეთზე სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა რეგიონული განვითარების მინისტრმა დავით ნარმანიამ დაათვალიერა პროექტი 19 კილომეტრის სიგრძის ავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ეს პროექტი რუის რიჭოთის ავტომობილო გზის მშენებლობის პირველი ეტაპია. ავტომაგისტრალის რეაბილიტაციას ჩინური კომპანია ახორციელებს. პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ 70 მილიონ 700,000 ლარით ფინანსდება. სამინისტროში აცხადებენ, რომ ავტომაგისტრალის ახალი მონაკვეთი მშენებლობის დასრულების შემდეგ საერთაშორისო სტანდარტებს რაუთანაბდება. ამჟამად საკმაოდ მოცულობითი როგორც საქართველოსთვის განკუთვნილი, ასევე სატრანზიტო კირთები მოძრაობა მნიშვნელოვანია, რომ გამარტივდეს მოძრაობა. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული საგზაო სამუშაოებში. მართალია, ტენდერში გამარჯვებული კომპანია, ეს არის უცხოური კომპანია, მაგრამ დაახლოებით 70% ამ გზის სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანების არიან ადგილობრივი კადრები. რუისი აგარის 19 კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს მოსამზადებელი მიწის სამუშაოები. ამ მონაკვეთზე აშენდება 5 სატრანსპორტო კვანძი, 3 ხიდი. სამუშაოების დასრულება ნავარაუდევია 2014 წლის ბოლოსათვის. იქნება მთლიანად ცემენტო-ბეტონის საფარი და ამით S60 ავტომაგისტრალის ერთ-ერთი ჩვენი სეგმენტი უკვე იქნება აშენებული თბილისიდან აგარამდე.